gon' do this. უმაღლესი ბევრი. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მაშინ ინსტიტუტი ერქვა, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მერე დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მერე სწავლობდი ჯავახიშვილში ფილოსოფიური 4 კურსი დავამთავრე, დიპლომი აღარ დავიცავი და მიზეზი ჰქონდა, რატომ დავამთავრე, არა იმისთვის სწავლობდი, რომ დავუშვათ დიპლომებს არ ვაგროვებ. ამერიკის ჯანმრთელობის ხელოვნების ინსტიტუტში მაქვს გავლილი საკმაოდ კვალიფიციური ჯგუფი, ეს არის ფსიქიური მდგომარეობის შეცნობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცნობა და ფსიქოკოდირება. ოღონ ტელეგანხრით. გაგიკვირდებათ და საეკლესიო პირი. რომ ვარ ერთგული, შემიძლია ყველაფერი ვაპატიო ადამიანს და აი ჩემი საიდუმლო რაც არის, ეს არის რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაქვს ადამიანების მიმართ და მადლიერების გრძნობა მაქვს ზესიმაღლეზე. კუმირი არ მყავს. რომელი სახეობის სპორტსმენი? ორი ესეთი ისა მაქვს. ეს არის ჭადრაკი და ეს არის ფიგურული სრიალი. ყველა ჩემს ჩანაწერს, რომელსაც ვაკეთებდი, ვამთავრებდი ესე. მე მინდა მსოფლიოში ყველა ადამიანს ვუყვარდე. ისე რომ მსოფლიოს მნიშვნელობაც არ ვიცოდი, ძალიან მინდოდა რომ ყველას ვყარებოდი. ენები. აი ძალიან მინდა ბევრი ენა ვიცოდე. ჰობი მაქვს ძალიან ცვალებადი. აი შემიძლია ვთქვა რომ წელიწადში ერთხელ ჰობი მეცვლება. ეს არის ხატვა, ეს არის კოლექცია, ეს არის მოგზაურობა, ვერ ვიტყვი ესე. ერთი ჰობი არასოდეს არ მქონია. აი მე შემიძლია 1 წლის განმავლობაში მქონდეს ძალიან 1 წლის შემდეგ სხვა ჰობი და ასე შემდეგ. არასოდეს მოვკლავ ადამიანს. აი და ვერ უღალატებ ჩემ ქვეყანას. ეს არ ვიცი. ვნანობ, ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, აი ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, აი ჩემ ბევრ ქმედებებზე მაქვს სინანული, აი არ ვიცი ახლა როგორ, აი ჩემს მოქმედებებზე ძალიან ბევრჯერ მინანია დაუშვათ გადაცემაზე, თემებზე, ბევრ რამეს ვნანობ. პირველი კოცნა ეს იყო სერიოზული კოცნა, იყო 14 წლის რო ვიყავ. იცი რა, არ მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ზოგადად სიყვარულის მჯერა მხოლოდ დედაშვილობის, დაძმობის, მეგობრობის. რაც შეეხება სიყვარულს, რასაც სიყვარულს ვეძახით, ეს არის ვნება, გრძნობა, ნდომა. აი ეს გაერთიანებული ერთად არის ჩემთვის სიყვარული. და ეს ყველაფერი ადამიანში ნელ-ნელა როგორი პუნქტები ჩამოთვალე, ნელ-ნელა მე ქრება. ამიტომ მე იმ ჭეშმარიტი სიყვარულის, რასაც ქვია სიყვარული, მე არ მჯერა. მე მჯერა შეჩვევის და მე მჯერა ადამიანური სიყვარულის, მე რომელიც უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ წყვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ბლიც ინტერვიუ, არის ცოტა რთული კითხვები და არის ძალიან ფილოსოფიური კითხვები, აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ამ კითხვას მე მოკლედ ვერ გავცემ პასუხს, შევეცდები. დაახლოებით, აი ბავშვობის ასაკიდან მეწყება, განწყობა
და წინაპირობას თუ გაინტერესებს, გეტყვით. ვარ 10 წლის და მივდივარ და უცბად ვხედავ 2 ხეს და ამ ხეებიდან მოდიოდა მზის სხივი, მზე ჩანდა, ოღონდ ანარეკლები ქონდა, გამოდიოდა ამ ხეებიდან. პირველად მაშინ ვიგრძენი ბედნიერების შეგრძნება. როცა დავინახე ეს 2 ხე და იქიდან მზე. აი ამის შემდეგ არასოდეს მე ამ გრძნობას არ დაუტოვები ვარ. არასოდეს. ანუ ყოველი დილა არის ჩემთვის უბედნიერესი. ოღონდ ამას არ ვამბობ არა იმიტომ რომ დავუშვათ ეს რა თქმა უნდა ღმერთი, მაგრამ ანუ რას გულისხმობ იცი რომ აი თვალს ვახელ და დავინახე რომ მაგ სინათლე, აი დავინახე სინათლე, უკვე ბედნიერი ვარ. იმდენად გულწრფელი ვარ, რომ აი არ მინდა ეს იყოს სხვანაირად გაგებული, აი ყოველთვის მინდა მომინდება რომ აპატიეთ ერთმანეთს. ნოერევით ხვის ცხოვრებაში თუ აი არ ვიცი აი ესეთი ნუ გიყვარდეთ ერთმანეთი რა ძალიან ტრაფარეტულია, მაგრამ ძალიან ღრმაა. ვარ 53 წლის და აღარაფერი აღარ მომწონს. ვერაფრით ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ ყოველ დღე სისულელეს ვაკეთებ და ამიტომ გადაცემის ფორმატი ვერ ჩაიტევს იმ სისულელების ჩამოთვლას, რასაც მე ვაკეთებ. საუკეთესო მაქვს ხასიათი, არასოდეს არ ვწუწუნებ, არასოდეს არ ვარ ცუდ ხასიათზე და სულ ვარ ბედნიერი. და საუკეთესო აი ვერ ვიგონებ ნივთებში, იმიტომ რომ რაც მომწონს, აი ყველაზე უბრალო რაღაცა შეიძლება ჩემთვის იყო საუკეთესო და ჩემთვის არის საუკეთესო ის ადამიანები, ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს. ვერაფრით ვერ ვიჯერებ ადამიანის ბოროტებას. აი ძალიან უცნაური რაღაცა უნდა გითხრათ, რომ მიზანმიმართულად ადამიანი რომ რაღაც ბოროტებას აკეთებს. შემიძლია ვიფიქრო უსასრულოდ, რომ ეთყობა ამიტომ გააკეთა, ეთყობა ამიტომ არ უნდოდა და შეცდა, ეთყობა ბოლოს გამოსავალს ხედავ იმაში, ეშმაკს ვაბრალებ, რომ აი ეშმაკმა შთააგონა. აი ვერ ვიჯერებ, აი მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანს შეუძლია მიზანმიმართულად ვიღაცას ბოროტება გაუკეთოს. ვიმე არავიდანაც არ მინდა რომ გავიცნო. მე არა ვეგეტარიანელი ვარ, მე ხორცის გემო არ ვიცი, 9 თვის ვიყავი, როცა ჩიჩიას ეძახიან, ბულიონ მაჭამეს და კინაღამ მოვკვდი. მე ბაღში მაჭამეს გუფთა და იქაც ძალიან ცუდად გავხდი, ხორცის გემო მე არ ვიცი, არანაირი ცოცხალი არსების ხორცი მე არ მიჭამია. მაგრამ რო გითხრათ, კარგი გამონაკლის გავაკეთებ და ვიტყვი, აი შემიძლია ვისადილო ვისაუზმო და ვივახშმო ლავაში პური მიყვარს ძალიან. საჭმელი არა, მართლა არა. აი შემიძლია უსასრულოდ ჭამო ერთ და იგივე საჭმელი. არ არის, ჩემთვის საჭმელი არის მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს საკვები. აი მივდივარ სახლში მშია. რაც დამხვდება საჭმელი ვჭამ იმას. ნუ ალბათ მახვედრებენ სუპი, ნუ რაღაც აი არ ვიცი, ნუ არა მაქვს გამორჩეული საჭმელი. ჯერა რომ და ჩემი გამოცდილებით არ არსებობს დამალული, არ არსებობს დაფარული. აუცილებლად სიმართლე ყოველთვის გაიორკვევა და აუცილებლად ადამიანი, რომელიც არის მზაკვარი, აუცილებლად დამარცხდება. მინახავს, ოღონდ მართლა. ეხლა მიჩნდება შიგნით, აი იცი როგორი ის, რომ აი მაყურებელი ამას არ დაიჯერებს. მე რო ეხლა ვიტყვი, რომ არ მიყვარს სკანდალი, ვინ დამიჯერებს? აი ვინ თქვენც ხო არ დამიჯერებთ და მაყურებელი საერთოდ არ დამიჯერებს. ვარ საოცრად მორცხვი. ვარ მორიდებული, არ მიყვარს სკანდალი. ეს ეთყობა გამოდის ესე. აი ძალიან უცნაურ რაღაცას ვამბობ, დაუჯერებას.
სხვათა შორის რა მიდის შემგან ვიტყვა მე გიჟდები სკანდალებზე და ჩემი ჰობია სკანდალები ხო ეხლა რა შეიცვლება ამით არც ერთ შემთხვევაში მიხდით ფულს და არც მეორე შემთხვევაში ანუ გულწრფელი ვარ მე არ მიყვარს სკანდალები მე ვაჩვენებ იმას რაც ხდება ირგვლივ არასოდეს არ მაცვია დაუშვათ ეხლა შოუში მე მინდოდა რაღაცა ორიგინალური გამეკეთებინა და ერთხელ ტაშტი მეხურა თავზე ხა ტაშტით ქუჩაში ხო არ ვივლი ანუ მივხვდი და არა ვარ მე სკანდალური თუმცა შოუებისთვის ვაკეთებ მე არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ეს კითხვა მე ვინა ვარ სინამდვილეში ეს ხო არავინ არ იცის და ამის შემიძლია გითხრათ ვინა ვარ სინამდვილეში მე ვარ ადამიანი მე მაქვს ერთი მსახიობის თეატრი სულ თამაშობ მოწყენილობას ვთამაშობ რომ ვარ დეპრესიაში თამაშობ დაუშვათ ნიჭიერიც მითამაშია რომ მაგარი ვარ მე ვარ არტისტი მთელი ცხოვრება მაქვს შეგრძნება რომ ვიღაცა მიიღებს და მე ვთამაშობ მარტო როცა ვარ სახლშიც ულამაზესი სახლი მაქვს ულამაზესი ოღონდ არათანამედროვე ტოტები ფოთლები ყვავილი მძივი ჭაღზე რაღაცები ჩამოკიდებული რაღაცები ჩემი რაღაცებით გაკეთებული მე ყველაფერს ვთამაშობ ერთადერთი რასაც არ ვთამაშობ და ვერ ვთამაშობ ეს არის სიყვარული მართლა მიყვარს ადამიანები დამიჯერებ თუ არ მქონია როცა თბილისში ჩამოვედი მე ჭიათურიდან ვარ წარმოშობით მშიოდა მციოდა ვიყავი ძალიან ცუდად დახეული ტუფლიც მცმია და წარმოიდგინეთ აი იმ პერიოდს ვიხსენებ ძალიან კარგად დაიჯერებთ რომ მეტროში ვთბებოდი გარეთ რომ მციოდა ხოლმე ზამთარში მეტროში ჩავდიოდი კარგად გავხურდებოდი გავთბებოდი და მე ამოვდიოდი დავდიოდი უვლიდით თელ თბილის ფეხით ჯერ წინ არის ველოდები იცით რა არის ეხლა ძალიან დამცინებთ რომ თქვა ჩემთვის ვინ არის ყველაზე სექსუალური ქალი იმიტომ რომ მე ხო მოხუცად ვთვლი ჩემთავს ოღონდ მართლა 53 წელი არ არის პატარა აი გიჟდებ აი ძალიან მოწონდა აი ძალიან მომწონდა ჯინა ლოლობრიჯიდა რომელიც არ თანამედროვე ახალგაზრდებმა არ იციან მომწონდა სოფი ლორენი აი ამ სტილის ქალები მომწონს ნუ დღეს საქართველოში ვიტყოდი მაკა ასათიანს აი მაკა ასათიანი დღესდღეობით აღარ არის ჭორი აი აღარ არის ჭორი რომელიც მე მაბრაზებს გული დამწყვეტია რომ აი ყველაზე მეტად შემაშფოთებელი იყო ის რომ გავიგე რომ მე ვაკეთებდი სიყვარულის წამალს ვაკეთებდი ჯადოებს აი ეს არის ისეთი ბრალდება რის გამოც შეიძლება ჩაქოლონ ანუ ძალიან თან შემეშინდა თან ძალიან ვინერვიულე იმიტომ რომ აი ჯერ ერთი როგორი გონება ჩლუნგი უნდა იყო რომ დაიჯერო რომ არსებობს სიყვარულის წამალი რომ წაუსვი შეუყვარდი ან აჭამე და შეუყვარდი აი ეს იყო ჩემთვის აი ნუ მართლა ძალიან ძიმე არსებობს რეჟისორები რომლებიც არიან ჩემი და არსებობს რეჟისორები რომლებიც აკეთებენ ძალიან კარგ ფილმებს ყოფ ორად და პირველი აი უცბად რაც გამახსენდა იმას გეტყვით ოთარ იოსელიანის პასტორალი იმდენ ფიქრის საშუალებას გაძლევს რაც გინდა ქენი აი რაც გინდა ქენი და ნუ ჩემი რეჟისორია ფელინი მე ვიცი ვინც ვიყავი წინა ცხოვრებაში ვიცი რა მერქვა ოღონდ არ ვიტყვი ეს არის ერთადერთი საიდუმლო რასაც ვინახავ
ვიყავი მკურნალი, ვშველიდი ხალხს და მყავდა ძალიან დიდი მრევლი. ცხოვრება შედგა, მივხვდი, არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება შედგა მაშინ, როცა მე დავიბადე და სულაც არა მაქვს მე ის განცდა, რომ მოვედი იმიტომ, რომ რაღაცა უნდა შევქმნა. მოვედი, მაჩვენა ღმერთმა აი ეს ყველაფერი და წავა. და ძალიან უცნაური დამოკიდებულება მაქვს სიკვდილთან. აი ჩემი დღევანდელი შინაგანი აზრი და დევიზი გიყვარდეს სიცოცხლე, გახსოვდეს სიკვდილი. აი ეს მშველის ყველაფერში. ის რომ აი უნდა ვიცხოვრო, აი ესა მაქვს და ვიცი რომ ერთ დღეს აღარ ვიქნები და